სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს თითოეული წირვისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად ბევრიც აღარაფერი დარჩა დიდი მარხვის. კიდევ ერთხელ რაღაცნაირად შინაგანად ესეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ ხო რამდენი თითქმის 5-7 გავიდა. თითქოს ძალიან უცბად გავიდა. სანამ მარხვა დაიწყება, ვფიქრობ, რომ ეს დიდი არის, ხანგრძლივია, მაგრამ ხანგრძლივი არაფერი არ არის. თავარია გადაწყვეტილება და დაწყება. მაგრამ ხანგრძლივი ამ სოფელში არაფერი არ არის, იმიტომ რომ თვითონ ეს წუთი სოფელია, წუთი და ხანგრძლივი რა შეიძლება იყოს. ამიტომ არც მწუხარების დროს არ უნდა ჩამოყაროს კაცმა ყურები და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, იმიტომ რომ ისიც დროებითია და არც სიხარულმა არ უნდა გადარიოს და არ იქადა, იმიტომ რომ ისიც ხანმოკლეა, მწუხარებაც ხანმოკლეა, სიხარულიც ხანმოკლეა. ერთმანეთს ცვლის. სიხარულში კაცს თავშეკავება უნდა ჰქონდეს, უნდა ახსოვდეს წმინდა წერილიდან, ესე იგი სოლომონის სიტყვები, რომ ჩვენ როდესაც სიხარული გვაქვსო, გავიწყდება რომ მწუხარება გქონდა და კიდევ შეიძლება გქონდეს. როდესაც მწუხარება გვაქვსო, გავიწყდება რომ სიხარულის დღეები გქონდა და ეს სიხარულის დღეები კიდევ შეიძლება გქონდეს. ისე რომ აი ეს დამოკიდებულება ადამიანს ჭირში ხნეობას შემატებს და იმედს შემატებს და ხინში კიდე თავშეკავებას შემატებს. ესე იგი, რადგან სწრაფწარმოვალია და სწრაფცალებადია ყველაფერი, ამიტომ კაცმა არ უნდა გადადოს, სიკეთე არ უნდა გადადოს, მადლიერება არ უნდა გადადოს, სინანული არ უნდა გადადოს, აღსარება არ უნდა გადადოს, ესე იგი, რომ მარხვა დაიწყოს თუნდაც. დაუშვათ ვიღაც დღეს მიხვდა, რომ თურმე მარხვა ყოფილა და იმის შიშით, რომ აბა აქამდე არ მიმარხულია და ეხლა ღმერთი თუ შეიწირავსა და ეხლაც არ იმარხულოს, ეგ არასწორი იქნება. თუ ეხლა მიხვდა, ეხლა უნდა დაიწყოს, ეს არ უნდა გადადოს. უნდა გადადოს კაცმა თუ რაიმე ცუდს აპირებს. თუ ვიღაცის პრობას აპირებს, თუ რაღაც ცოდვის ჩადენას აპირებს. და ყველაფერი ის, რაც ადამიანს დააზიანებს, ან თავად მას და ან სხვასთან. უნდა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ადამიანმა შედეგებზე უნდა იფიქროს. არა საქმის სირთულეზე, დაუშვათ რაღაცა საქმეა კეთილი, გასაკეთებელი, ან სხვისთვის, ან საკუთარი სულისთვის. არა ამ სირთულეზე, საქმის სირთულეზე, რომ ეხა ამას რა გააკეთებს, არამედ ამ საქმის შედეგზე. და როდესაც ადამიანი ცოდვის ჩასადენად მიდის, იქაც უნდა იფიქროს შედეგზე და არა იმაზე, რომ როგორ ესიამოვნება ეხლა ამ ცოდვის ჩადენა. აი ამ შედეგებზე ფიქრი ადამიანს, ესე იგი, სიკეთის კეთების საქმეში ძალას შემატებს და ცოდვის ჩასადენად წასულს კიდევ ხელს შეუშლის. ადამიანის გადარჩება, ადამიანი უფრო მეტად თავშეკავებული იქნება. ჩვენ თუ იმაზე ვიფიქრეთ, ესე იგი, რომ სხვას თუ რამეს გავუყოფთ, ჩვენ ნაკლები დაგვრჩება, მაშინ მაგ ფიქრებმა შეიძლება ვერ გაგვეკეთებინოს. მაგრამ ჩვენ თუ იმაზე ვიფიქრებთ, რომ იმ სხვას, ვისაც გავუყოფთ, როგორ ანუგეშებთ, როგორ გაახარებთ, როგორ გაუადვილებთ დაუშვათ ცხოვრებას, მაშინ უფრო ძალა მიეცემა ადამიანს და უფრო მეტად გააკეთებს ამ. ახლა მაგალითად კაინს რო ეფიქრა აბელზე, რომ რამხელა განსაცდელს მოულენდა იმით, რომ მინდვრად გაიყვანდა და მოკლავდა, თუმცა ეს განსაცდელიც ხორციელია. მაშინ აღარ გააკეთებდა, მაგრამ ის ფიქრობდა იმაზე, რომ შური ეძია ძმაზე, იმიტომ რომ მისი ამპარტავნება დამცხრალი იყო, ესე იგი, გამოკვებილი იყო მისი ამპარტავნება, იმიტომ რომ ის უფროსი ძმა იყო და
ის წინაშე კი უმცროსი უფრო დიდად წარმოჩინდა. მისი სწორად ღვთისადმი შეწირული ძღვენის გამო და ის მსხვერპლშეწირვა მარტო კაინის და აბელის დროს კი არ მოხდა. დღესაც ასე ხდება. ის სიტყვაზე ვამბობ, დაუშვათ ადამიანს იმ დღეს რაღაც სიკეთე აქვს გასაკეთებელი. აი ვიღაცას უნდა მიეხმაროს. ვიღაც ადგება დილით ადრე და მაშინ გაუკეთებს იმ სიკეთეს. პირველ რიგში იმას გააკეთებს. და ვიღაც თავის საქმეებს რო ყველაფერს მოითავებს, აი ბოლოს ისიც კითხვის ნიშანი რო უზის უკვე თუ მოასწრებს გააკეთებს თუ არა და მერე ხვალებისთვის გადადის. აი აქაც ხო ჩანს რომ ერთმა კაინივით შეწირა, მეორემ აბელივით შეწირა. როდესაც ღმერთმა უთხრა მამამთავარ აბრაამს რომ ის შვილი რომელსაც 100 წელი ელოდებოდა და მერე მიეცა წამოიყვანე და შემომწირეო მორიას მთაზე. იქაც წერია რომ აბრაამი დილაუთენია ადგა, დილით ადრე ადგა. ეს დილით ადრე ადგომაც სწორედ აბელისნაირი მსხვერპლშეწირვა იყო. პირველი უნდა ღვთის საქმე გაეკეთებინა. ეს შეიძლება ლოცვასაც უკავშირდებოდეს, ადამიანს აქვს თავისი პირადი ლოცვის კანონი. შეიძლება ყველაფერი ჯერ ლოცვის კანონის შესრულებით დაიწყოს დილით და არ მოიტოვოს დღის ბოლოსკენ დაუშვათ. სხვა ამგვარი ახლა ყველაფერზე ჩვენ ხო ვერ განვავრცობთ. ადამიანმა კი ყველაფერში ეს უნდა იფიქროს. პირველი სულიერი დააყენოს და მერე ყველაფერი დანარჩენი და უფალგანა ამას არ გვეუბნება. პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთ და ყველაფერი მოგეცემათ თქვენ. და თან მარტო კი არ ეძებეთო და ეს თავის გაწირვას გულისხმობს, არამედ დანარჩენი მოგეცემათ, იმასაც გვირდება. საბოლოო ჯამში კაცმა რო თქვას, ქრისტიანობა ხომ ქრისტესადმი ბაძაა და ქრისტემ ჩვენთვის თავი გაწირა. აი ამ თავგანწირვის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს. რაღაცის დათმობის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. წერო აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ, რომ ჩვენ რა შეგვიძლია რომ ქრისტეს გულისთვის დავთმოთ. ან ჩვენი ცხოვრება როგორ მიმდინარეობს, რომ რამეს ვთმობთ საერთოდ ქრისტეს გულისთვის. ან დროს, ან ენერგიას, ან ძილს, ან რაიმე მატერიალურ სახსარს, ან ჩვენს სურვილებს თუ ამბიციებს, აი რას ადამიანი უნდა დაუკვირდეს თავის თავს, ესე იგი და თუ აღმოაჩენს, რომ ჯერ არაფერს არ თმობს და ყველაფერს ცდილობს, რომ თავის გემოზე აკეთოს, მაშინ ჯერ ალბათ არ დაუწყია ამ კაცს უკავს ქრისტიანული ცხოვრება. იმიტომ რომ თუ არაფერი არ გაიღე, არა, მაშინ სადღაც ჩანს რწმენა, სადღაც ჩანს სიყვარული, სადღაც ჩანს ის მონდომება, რომ უფალს სათნო ეყოს ადამიანი, მაშინ არაფერში არ ჩანს. მაშინ ჩანს მხოლოდ სარიელ სიტყვებში. მაგრამ სარიელი სიტყვები არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის საქმე, რომელს საქმეშიც ჩანს ადამიანის რწმენა. ღმერთი შეგვეციოს, ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. მე შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 6 საათზე ჩვენს ტაძარში აღესრულება ზეთის კურთხევის საიდუმლო, 7-9. ჩვენთან არის ღმერთი.